Am წუთებში ჯანდაცვის მინისტრი სპეციალურ ბრიფინგს მართავს ზურაბ ჭიაბერაშვილი ქუთაისის სასწრაფო სამინცინო დახმარების სამსახურის თანამშრომლებზე დავით გიორხელიძესა და ირმა სარალიძეზე ფიზიკური ანგარიშსწორების თემაზე ისაუბრებს. შეგახსენებთ, ქუთაისის სასწრაფო დახმარების ბრიგადა პაციენტის ახლობლების თავდასხმის ობიექტი გახდა. ჩეჩელაშვილების ოჯახში მისულ ექიმებს ავადმყოფი გარდაცვლილი დახვდათ. მიუხედავად იმისა, რომ ბრიგადა გამოძახებიდან 8 წუთში უკვე ადგილზე იყო, გარდაცვლილის ახლობლების სამედიცინო პერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ექიმმა მიყენებული დაზიანებებისაგან თვალი დაკარგა, იგი მინისტრმა ადგილზე გუშინვე მოინახულა. ჩვენ პირდაპირ ეთერში ვრთავთ ჯანდაცვის სამინისტროში მიმდინარე ბრიფინგს. გუშინ ქუთაისის სასწრაფო დახმარების თანამშრომლების ექიმ დავით გიორხელიძისა და ექთან ირმა სარალიძის წინააღმდეგ განხორციელებული ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტმა მთელი ქართული საზოგადოებისა და ბუნებრივია ჯანდაცვის სისტემის სერიოზული შეშფოთება გამოიწვია. ექიმა დავით გიორხელიძე მიღებული დაზიანებებისაგან თვალი დაკარგა. ამასთან დაკავშირებით სურს განვაცხადოს შემდეგი. დაუშვებელია ნებისმიერი ადამიანის მიმართ ძალადობა და ფიზიკური ანგარიშსწორება. საგანგაშოა, როდესაც ექიმი და ექთანი ხდება პაციენტის ახლობლების აგრესიის ობიექტი. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ მედპერსონალი, რომელსაც ეშინია საკუთარი მოვალეობის შესრულება, ვერ შეძლებს შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაუწიოს და მკურნალობა ჩაუტაროს პაციენტს. ადამიანები, რომელთა მიერ თავიანთი პროფესიული მოვალეობის პირნათელს შესრულება მთელი საზოგადოების ინტერესია. იქნება ეს ჯარისკაცი თუ მასწავლებელი, პოლიციელი თუ ექიმი, მეხანძრე თუ მაშველი, ჩვენი განსაკუთრებული პატივისცემისა და მოპყრობის საგანი უნდა იყოს. ხას უსვამ, არ არსებობს დღეს საფუძველი ეჭვი გქონდეს დავით გიორხელიძისა და ირმა სარალიძის მიერ თავიანთი პროფესიული მოვალეობის შესრულების საკითხში. იმ შემთხვევაშიც კი, თუ კი ზოგადად რომელიმე პაციენტს ან პაციენტის ახლობლებს უჩნდება ეჭვი სამედიცინო პერსონალის საქმიანობის მიმართ, ჩვენს ქვეყანაში, რომელიც სამართლებრივი სახელმწიფოა, არსებობს ყველანაირი პროცედურა გადამოწდეს მსგავსი ეჭვი და კანონის ფარგლებში გაეცეს პასუხი ყველა კითხვას. მაგრამ ჩვენ არ დაუშვებთ ექიმებისა და ექნების რეპუტაციისა და ღირსების შემლახველ დაუსაბუთებელ ბრალდებებს, ლანძღვას და მით უმეტეს ფიზიკურ ანგარიშსწორებას. შესაბამისად, მომხდარ ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება. დასასრულს მინდა მიუსამძიმრო ჩეჩელაშვილებს ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო, უთანაგრძნო ბატონ დავით გიორხელიძეს მომხდარის გამო და გამომხნევო სასწრაფო დახმარების პერსონალი მთელი ქვეყნის მასშტაბით, განსაკუთრებით კი ქუთაისში, რომ მათ გააგრძელონ თავიანთი მოვალეობის პირნათლად შესრულება. შეგახსენებთ, თქვენ უსმენთ ჯანდაცვის მინისტრის ოფიციალურ განცხადებას, რომელიც გუშინ ქუთაისში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გაკეთდა. პრეზიდენტის დავალებით